გამარჯობა ყველას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორ ხართ დღეს? ეს საოცარია. გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქ ვარ. მართლა დიდი პატივია იერუსალიმში ყოფნა. ამდენი ადამიანის გარემოცვაში, დიახ. ვიმყოფები ამდენი გამორჩეული ლიდერის, ჟურნალისტის, ინოვატორისა და იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ისრაელისა და ებრაელი ხალხის გაძლიერებას მიუძღვნეს. თუ რამდენიმე წლის წინ ითხოვდით, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა, ალბათ გეტყოდით, რომ ჩემს ცხოვრებას ცეკვას, სიმღერას, მსახიობობასა და ადამიანების გაღიმებას დაუთმობდი. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც უცებ სოციალურ მედიაში ცნობილ ებრაულ ხმად უფრო მიცნობდნენ, ვიდრე მოცეკვავედ მომღერლად თუ მსახიობად. და ნამდვილად ვერასოდეს არ მოვიდგენდი, რომ ჩემი იდენტობის შესახებ პოსტის დადება, უბრალოდ ებრაელობაზე საუბარი ასეთი საკამათო გახდებოდა. მაგრამ ჩვენგან არცერთ ნამდვილად არ შეუძლია აირჩიოს ის მომენტი, რომელსაც ისტორია გვაძლევს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ავირჩიოთ, რას გავაკეთებთ ამით. ასე რომ, ან ვიქნებით ჩუმად, რადგან ეს უფრო მარტივია, ან ვისაუბრებთ, რადგან ეს აბსოლუტურად აუცილებელია. და ჩემთვის ეს არჩევანი ძალიან ნათელი გახდა. როგორც ადამიანს, რომელსაც ჯამში 14 მილიონი გამომწერი ჰყავს, მივხვდი, რომ სოციალური მედია მხოლოდ ის ადგილი არ არის, სადაც ადამიანები სელფებსა და სასაცილო ვიდეოებს აზიარებენ. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები აზრებს იფორმებენ. ეს არის ადგილი, სადაც ნარატივები იქმნება. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ინტერპრეტირდება, მაგრამ ზოგჯერ სწორად, ხოლო ზოგჯერ სტრუქი სრულიად არასწორად. And then October 7th happened. ისევე როგორც ბევრი ადამიანი, მე გავიღვიძე და მაშინვე ტელეფონს მივწდი. თავდაპირველად ვუყურებდი ვიდეოებს, სადაც ოჯახები უსაფრთხო ოთახებში იმალებოდნენ, ადამიანები სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდნენ, მშობლები სასოწარკვეთილები ეძებდნენ თავიანთ შვილებს და თემები ერთ ღამეში თავდაყირა იყო დაყენებული. გული დამეწვა, როგორც დაწუნებული ვარ აქ მყოფ თითოეულ ჩვენგანს. ვგლოვობდი და შოკში ვიყავი. მაგრამ საათები რომ გადიოდა, რაღაც სხვა დაიწყო. ლავ გავხსენი Instagram-ი და TikTok-ი. და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სრულიად განსხვავებულ რეალობას ვუყურებდი. მანამდე, სანამ ბევრმა ადამიანმა საერთოდ გაიგო რა მოხდა სინამდვილეში, უკვე იწერებებოდა ნარატივები. მოსაზრებები უკვე ალივდებოდა. და მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რას იჯერებდა. არა იმიტომ, რომ მათ საკუთარი კვლევა ჩაატარეს. ან არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა ისრაელში. არც გადარჩენილთან უსაუბრია, ან თუნდაც ისრაელელთან. არამედ იმიტომ, რომ მათ ონლაინში რამდენიმე მოკლე ვიდეო ნახეს ადამიანებისგან, რომლებსაც რეგიონის ან მისი ისტორიის მცირე გაგება აქვთ. და მახსოვს ვფიქრობდი, როგორ ხდება ეს ასე სწრაფად. თავად ტრაგედია საკმარისად დამანგრეველი იყო, მაგრამ შემდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ყურება რეალურ დროში იყო რაღაც, რაც მე პირადად არასოდეს გამომიცდი. და სწორედ მაშინ რაღაც შეიცვალა ჩემში. მე მივხვდი, რომ ჩუმად ყოფნა სინამდვილეში ნეიტრალიტეტს არ ნიშნავს. იცით, სიჩუმე სხვას აძლევს საშუალებას, რომ თქვენი ისტორია თავად მოყვეს. ასე რომ თუ ჩვენ არ მოვყვებით ჩვენს ისტორიას, ამას ვიღაცა სხვა გააკეთებს. და შეიძლება სიმართლე არ თქვან. და ამ გააზრებამ სამუდამოდ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემი პლატფორმის მიმართ. მე მივხვდი, რომ ალგორითმები უფრო სწრაფად აყალიბებდნენ შეხედულებებს, ვიდრე მთავრობები. დღევანდელ სამყაროში სიმართლისთვის ბრძოლა მხოლოდ რედაქციებში და მსოფლიო არენაზე არ მიმდინარეობს. ეს ბრძოლა ჩვენს ტელეფონებზეც მიმდინარეობს. ერთი გადახვევა, ერთი ვიდეო, ერთი გაზიარება, ერთი პოსტი, ერთდროულად. და ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი უბრალოდ გვერდიდან ეყურებინა. იცით, დღეს სოციალური მედია მხოლოდ გართობა აღარ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრძოლის ველი მსოფლიოში. და თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული რა მოხდებოდა, თუ ხმამაღლა დამოვთქვამდი ჩემს აზრს. ძალიან ბევრი ადამიანი მაფრთხილებდა, რომ არ გამეკეთებინა ეს. მათ მითხრეს, მონტანა დაკარგავ გამომწერებს, ყველა ბრენდს დაკარგავ. ისინი ალბათ შეწყვეტენ შენთან მუშაობას. მათ მითხრეს, უბრალოდ ნეიტრალური დარჩი, უბრალოდ ცეკვა გააგრძელე, უბრალოდ არაფერი თქვა. მაგრამ მე ვიფიქრე, მე ჰოლოკოსტის გადარჩენილების შვილი ვარ და ჩემი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია.
მე 100%-ით ვიცი, რომ თუ სოციალური მედია არსებობდა 1940-იანი წლებში, დამიჯერეთ, ჩემი ზაიდი და ბებია ლილი ყოველდღე დადებდნენ პოსტს. სულ ერთია. ერთი მინდევარი ეყოლებოდათ თუ 10 მილიონი. ამიტომაც უბრალოდ დავიწყე პოსტების დადება. დავიწყე სიმართლის გაზიარება. ისრაელში პირველად დავბრუნდი 2023 წლის დეკემბერში, 7 ოქტომბრის შემდეგ. და ეხლა ეს ჩემი მე-9 დაბრუნებაა 7 ოქტომბრის შემდეგ. და მე მაშინვე დავაფიქსირე ის რეალობა, რაც მოხდა და რაც კვლავაც ხდება, არა იმიტომ, რომ მეგონა შემეძლო ერთ ხამეში შემეცოვა მსოფლიო, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ჩემთვის დუმილი არ იყო არჩევანი. ეხლა უნდა ვიყო გულწრფელი. იმ გაფრთხილებებიდან ბევრი რაც მივიღე, მართლა ძახდა. მე მივიღე და კვლავაც ვიღებ ათასობით სიძულვილის შემცველ შეტყობინებას, თითქმის ყოველ დღე, სიკვდილის მუქარას და ადამიანები წერენ, რომ იმედოვნებენ, საშინელი რამეები დამემართება, მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელი ვარ და ჩემს ხალხს ვეწინააღმდეგები. ხალხი მწერდა, შენი ბებია ბაბუა ჰოლოკოსტში უნდა დაღუპულიყვნენ და ახლა შენი ჯერია. სრულიად უცნობი ადამიანები წყვეტდნენ, ვინ ვარ მე, ჩემთან საუბრის გარეშე. მაგრამ შემდეგ რაღაცა მშვენიერი მოხდა. ყოველი სიძულვილის შემცველი შეტყობინების სანაცვლოდ იყო შეტყობინებები, რომლებიც მახსენებდნენ, რატომ არის ეს საქმე ასე მნიშვნელოვანი. კარგი, მე მივიღე შეტყობინებები საოცარი მუსლიმებისგან, რომლებიც მადლობას მიხდიდნენ ტერორიზმის დაგმობისთვის და ამავე დროს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ თანაგზნობის გამოხატვისთვის. მე დამიკავშირდნენ საოცარი ქრისტიანები, რომლებმაც მითხრეს, რომ ჩემი ვიდეოების წყალობით დაიწყეს ებრაული ისტორიის შესწავლა. მე მივიღე შეტყობინებები ადამიანებისგან, რომლებმაც აღიარეს, რომ ისრაელზე სწამდათ რაღაცები, რაც უბრალოდ სიმართლე არ იყო, და რომ ჩემმა ერთმა პატარა ვიდეომ მათ უბიძგა, რომ კითხვები დაესვათ იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი დაეჯერებინათ, რასაც ინტერნეტში ხედავდნენ. ერთმა ახალგაზრდა გოგონა მომწერა და მითხრა, რომ მანამდე ებრაელი ადამიანი არასდროს შეხვედრია. და შენი ვიდეოების ყურება მასწავლა, ვინ არიან სინამდვილეში ებრაელი ხალხი, ასე რომ მადლობა. ამ შეტყობინებების საკითხვა არასდროს დამავიწყდება, რადგან ამ შეტყობინებებმა რაღაც ძალიან მარტივი გამახსენა. ადამიანებს არ ზულთ ის, რაც იციან. მათ ზულთ ის, რის გაგების შესაძლებლობაც არასდროს ჰქონიათ. ამიტომაც ვაგრძელებ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვისწავლე, ისაა, რომ ადამიანების აზრის შეცვლა იშვიათად ხდება ყვირილითა და დაპირისპირებით. მე მჯერა, რომ ეს ნამდვილად ხდება მშვიდი საუბრის გზით. ვისწავლე, რომ ფაქტებს მნიშვნელობა აქვს. ისტორიას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანებასაც აქვს მნიშვნელობა. და როცა ადამიანები თავს დაფასებულად გრძნობენ, ისინი ბევრად უფრო მზად არიან მოусმინო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საუბრები იმ ადამიანებთან მქონია, ვინც თავიდან არ მეთანხმებოდა. დამიჯერეთ. მაგრამ ისინი ხდება იმ ადამიანებთან, ვინც საკმარისად ცნობის მოყვარია, რომ კითხვები დასვას. და სწორედ აქედან იწყება ნამდვილი პროგრესი, ჩემი აზრით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე შევხვდი განსაკუთრებულ ისრაელელებს. სხვათა შორის აქ ვინმე ისრაელელია? ვუ! თქვენ საოცრები ხართ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ხალხი. მაგრამ ეს საოცარი, განსაკუთრებული ისრაელები, რომელსაც ცხოვრებებმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სინამდვილეში მე შევქმნი დოკუმენტური ფილმი სახელად The Children of October 7th, სადაც ვესაუბრე 11-დან საუბრე 11-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს. რომლებიც თვედ იყვნენ აყვანილი, ან მათი მშობლები იყვნენ თვედ აყვანილი, ან საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მოკლა ჰამასმა მათი ოჯახის წევრები მათ თვალწინ. ნეტი ვიდრე ერთი წელი ვიბრძოდი ყველა ტყვისთვის, მათ შორის ემილი დამარისა და რომი გონენისთვის, სანამ საერთოდ შევხვდებოდი მათ. და სანამ შევხვდებოდი მათ, ისინი უკვე ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნდა. დარწმუნებული ვარ, თქვენგან ბევრსაც შეგიძლიათ იგრძნოთ იგივე. როცა საბოლოოდ გაათავისუფლეს, გავიგე, რომ ტყვეობაში ყოფნის დროს ეს ყველაზე უცნაური ამბავია, როცა შევხვდი მათ. მითხრეს, რომ როცა ჯერ კიდევ ტყვეობაში იყვნენ, ნახეს ინტერვიუ ჩემზე. მას შემდეგ, რაც ჩავიკა, რაც ჩავიცვი, ეს ყვითელი კაბა წარწერით. დააბრუნეთ ისინი გრემიზე. ეს ინტერვიუ ნახეს ტყვეობაში ყოფნისას. მართლა ვერ დავიჯერე ეს. იმ მომენტმა პირდაპირ გამაჩერა და ტირილია მithხდა. რადგან უცებ მივხვდი, რომ სოციალური მედია მხოლოდ მსოფლიოს გარშემო ადამიანებს არ წვდებოდა. ის როგორღაც მიაღწია იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც ვიბრძოდით ღაზაში. ასევე შევქმენი ნოვესადმი მიძღვნილი საცეკვაო ვიდეო, სახელწოდებით ჩვენ ისევ ვიცეკვეკვებთ, ლილახ ფრიდმანის საცეკვაო კომპანიასთან ერთად. ამ კომპანიამ ნოა ფესტივალზე 3 წევრი დაკარგა და ვიდეოში მონაწილეობდნენ ნოას გადარჩენილები და ყოფილი მძევალი, მორანი, სტელი და მე.
მე დრო გავატარე ყველაზე საოცარ ჯარისკაცებთან, რომლებიც თითქმის თინეიჯერები არიან, მაგრამ წარმოუდგენელ პასუხისმგებლობას ატარებენ და ვესტუმრე ტერორით განადგურებულ თემებს. მე რაფაში, ღაზაში შევედი, რათა საკუთარი თვალით მენახა ისრაელისა და აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების მცდელობები. იმიტომ რომ დავიღალე და მომბეზრა ყველა ის პროპაგანდა, რომელიც დახმარებაზე ლაპარაკობს. მინდოდა რეალობა საკუთარი თვალით მენახა და არა მხოლოდ სათაურებზე დაყრდნობით შემეფასებინა. და ამ გამოცდილებებმა სამუდამოდ შემცვალა, რადგან ისრაელი უბრალოდ იდეა არ არის. ეს უბრალოდ ჰაშტეგი არ არის. ეს პოლიტიკური საუბრის თემა არ არის. ეს რეალური ადამიანები არიან. ეს არის ოჯახები, რომლებიც ცდილობენ ჩვეულებრივი ცხოვრება აწონ არაჩვეულებრივ გარემოებებში. ეს გამძლეობაა. ეს ინოვაცია. ეს იმედი. ეს ადამიანურობაა. და როცა ადამიანებს თვალებში ჩახედავ და მათ ისტორიებს მოისმენ, შეუძლებელი ხდება მათი მხოლოდ სოციალურ მედიაში სლოგანებად დაყვანა. მოზარდობაში ებრაელობა ყოველთვის საამაყო იყო ჩემთვის, მაგრამ დღეს ეს გახდა რაღაც, რაზეც თავს პასუხისმგებლად ვგრძნობ. თქვენ არასოდეს ნახავთ ჩემს თავს დავითის ვარსკვლავის გარეშე. ალბათ სულ 20-მდე მექნებათ ანზე. მინდა ყველამ ყოველთვის იცოდეს, რომ მე ამაყი ებრაელი ვარ. უბრალოდ მინდა რომ თქვენ იცოდეთ. და მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამაზე არა იმიტომ, რომ ყველა პასუხი მაქვს. არა იმიტომ, რომ ისტორიკოსი ან პოლიტიკოსი ვარ. არამედ იმიტომ, რომ მაქვს პლატფორმა. და მე მჯერა, რომ პლატფორმის ქონა უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ებრაელების ყველა თაობას ქონია მომენტები, როცა ხმამაღლა საუბარს შედეგები მოქონდა. ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ამიტომ ეს თაობაც არ განსხვავდება. სხვაობა ისაა, რომ დღეს თითოეულ ჩვენგანს ჯიბეში პატარა საგამომცემლო პლატფორმა აქვს. ერთ ვიდეოს შეუძლია მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში მიაღწიოს. ერთ პოსტს შეუძლია სხვადასხვა კონტინენტზე საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს. ერთ ხმას შეუძლია ვიღაცას შთააგონოს, სხვაგვარად იფიქროს. ეს ჩვენთვის ყველასთვის წარმოუდგენელი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავდროულად წარმოუდგენელი შესაძლებლობაცაა. იცით, ადამიანები ხშირად მეკითხებიან, თუ მთელი ეს სიძულვილი ოდესმე სურვილს მიჩენს, რომ გავჩერდე. ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია. სინამდვილეში ეს პირიქით მოქმედებს. ეს სურვილს მიჩენს, გავაგრძელო, პოსტო და გავაზიარო. როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება შევანელო ტემპი, მახსენდება ყველა ის დადებითი შეტყობინება ადამიანებისგან, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩემი ვიდეოებიდან რაღაც ახალი ისწავლეს, რაც მანამდე არ იცოდნენ. მახსენდება სტუდენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლოს ნაკლებად მარტო იგრძნეს თავი, რადგან ვიღაცამ, ვისაც საჯარო პლატფორმა აქვს, ხმა ამოიღო. მახსენდება მშობლები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩემი ვიდეოები თავიანთ შვილებს აჩვენეს. და მახსენდება ადამიანები, რომლებიც ყველაფერში არ მეთანხმებიან. და ასეთი ბევრი არის, მაგრამ მადლობას მიხდიან იმისთვის, რომ გულწრფელად საუბრობ და არა სიძულვილით. ის მომენტები მაგონებს, რომ გავლენა არ იზომება იმით, რამდენი ადამიანი გულშემატკივრობს. ზოგჯერ ის იზომება იმ ერთი ადამიანით, ვინც ჩუმად იცვრის აზრს. სოფიოში, სადაც ხშირად აღშფოთებას აჯილდოებენ, მე პირადად მინდა კლავ დიალოგი ავირჩიო. სოფლიოში, სადაც დაყოფას აჯილდოებენ, მე მინდა გავაგრძელო კავშირის არჩევა, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ გაგება იწყება საუბარით. და მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია წარმოუდგენელი სისწრაფით ავრცელებს დეზინფორმაციას, ის ნამდვილად შეიძლება გაავრცელოს სიმართლეც. გვპირდებით. მას შეუძლია ხიდების აგება, მას შეუძლია ემპათიის შექმნა. მას შეუძლია შეახსენოს ადამიანებს, რომ ყოველ ეკრანის უკან კიდევ ერთი ადამიანია. ეს მაძლევს იმედს. იცით, ჩემი ბებია და ბაბუა ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. მათ იცხოვრეს იმ დროს, როცა ებრაული ხმები ჩუმად იყო. უფრო სწორად, მათ აჩუმებდნენ. და დღეს მე მაქვს პრივილეგია, რომ მილიონობით ადამიანს მივცდე მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით. რა სიგიჟეა, არა? ამიტომ ამ პრივილეგიას არასდროს ვიღებ თავისთავად. თუ ამ პლატფორმას კიდევ ერთი ისტორიის მოსაყოლად, კიდევ ერთი მცდარი შეხედულების გასაბათილებლად, ან კიდევ ერთი შთამაგონებელი საუბრის დასაწყებად გამოვიყენებ. ეს ნებისმიერი ნეგატიური ან სიძულვილის კომენტარზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ისტორია მხოლოდ სამთავრობო შენობებში ან რედაქციებში არ იწერება. ისტორია ინტერნეტშიც იწერება. ერთი პოსტი, ერთი საუბარი, ერთი სიმამაცის გამოვლენა, ერთი ხმა ერთდროულად. მაშინ, სანამ ხმა მაქვს, გამოვიყენებ მას. თქვენ რას იზამთ? მე მას გამოვიყენებ ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და სიმართლისთვის.
რადგან ისტორია არ იწერება მათ მიერ, ვინც დუმილს არ თანხმდება. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს საოცარ დედას, რომელიც აქ არის ჩვენთან ერთად. ის ორი ჰოლოკოსტის გადარჩენილი ადამიანის შვილია და ყველაზე ძლიერი ებრაელი ქალია, რომელიც ჩვენთვის შთაგონების წყაროა. ამიტომ მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს დედას. და დიდი მადლობა თქვენ ყველას, ამ ისრაელ ჩაი.